დღეს ტრაგიკულად აღუპულ ლევან კალაძის სახელზე აგებული ტაძარიც იკურთხა. კურთხევას საქართველოს ნაკრების კაპიტანი კახი კალაძეც ესწრებოდა ტაძარი ძმის სახელზე, სწორედ მან ააგო. აქვე შეგახსენებთ, ლევან კალაძე ბოროტმოქმედებმა 10 წლის წინ გაიტაცეს და მოკლეს. მის სახელზე აგებული ტაძრის მშენებლობა კი 3 წელიწადს მიმდინარეობდა. ნებისმიერ მრევლისთვის ბუნებრივია, რომ მნიშვნელოვანია ტაძრის მშენებლობა, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მგონია ის, რომ ეს არის პირველი ტაძარი წმინდა ლაზარი ლეჟავას სახელობის. წმინდა ლაზარი იყო ჩვენი თანადროული წმინდანი და აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი თანამედროვე წმინდანების სახელობის ტაძრების აგება, რადგან ისინი წარმოადგენენ ცოცხალ მაგალითს იმისას, თუ როგორ უნდა ცხოვრობდეს სწორად ადამიანი.